მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო მზიას და მადლობა გადაუხადო ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ იმ დღეს ყველანი იქ ვიყავით და თვითმხილველები ვართ აი ამ უდიდესი უსამართლობის რაც თავს დაატყდა მზია ამაღლობას და ზოგადად დაგვატყდა თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი და მის ადგილზე იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 100 ადამიანი ვერ მოითმენდა და ეს იქნებოდა მისი ინსტინქტური პასუხი, ღირსების პასუხი, აი იმ საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, რომელსაც საჯაროდ ღიად ესე პირდაპირ შეუფარავად შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შეხედულების გამო. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ თავარი ის არის, რომ მზია ამაღლობელი იდეის გამო ზის ახლა ციხეში და ეს იდეა არის მართალი იდეა და სიმართლეს ვერანაირი პოლიციური მანქანა ვერ შეაჩერებს. მე მას ვუსურვებ მხნეობას, ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ მხნეობას, მადლობას ვუხდი და ბოდიშსაც ვუხდი, იმიტომ რომ მათ გააკეთეს ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა იყო ალბათ და არის საჭირო, რომ ის ადამიანები მალე გამოვიდნენ და თავისუფლებაზე შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს. იმიტომ რომ გარდა ბრძოლისა ჩვენ ბევრი რამ გვექნება ერთად გასაკეთებელი, რაც მტრობას დაუნგრევია, უნდა ავაშენოთ ჩვენ ერთად სამოქალაქო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით, თავისუფლებისადმი, ერთმანეთისადმი და ჩვენი მომავალი თაობისადმი. მე უბრალოდ ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და გავიხსენოთ, გინახავთ ვინმე ადამიანი საქართველოში სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვისაც სიამაყით ეთქვას, რომ აი ბაბუა ჩემი ჩეკისტი იყო, ბაბუა ჩემი წითელ არმიელი იყო და მოუწყოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვის. გინახავთ ვინმე, ეს მე არ მინახავს ასეთი ადამიანი და შეიძლება ვინმე სადმე ოდესმე წამოცდენია, მაგრამ საკადრის პასუხსაც მიიღებდა. გინახავთ ვინმე ეთქვას, რომ აი მამა ჩემი მხედრიონელი იყო და სამეგრელოს აწიოკებდა, ვერა. იმიტომ რომ ასეთი ადამიანების შთამომავლობა მალავს თავის ვინაობას, მალავს საკუთარ წინაპრებს და აი ასე მოუწევს დღევანდელი ქართული ოცნების ელიტას, აი ამ რუსული საქმის გამკეთებელ ბინძურ შემსრულებლებს მოუწევთ მათ შთამომავლობას მათი ვინაობის დამალვა და მზია ამაღლობელის სახელის და გვარის ამოკითხვის დროს ზუსტად ისევე დაუვლით ჟრუანტელი ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს შვილებს, როგორც ჩვენ გვივლი და ჟრუანტელი იმ ლეგენდარული ფრაზის მოსმენისას ასრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ზუსტად ისევე იამაყებენ და ზუსტად ისევე დაიკრავენ მათ პოსტერებს, მათ პორტრეტებს, ზვიადის იქნება ეს ანდრო ჭიჭინაძის იქნება თუ სხვა აი ამ სიმართლისთვის დევნილი ადამიანების ფოტოებს ჩვენი შთამომავლობა, როგორც ჩვენ მარო მაყაშვილის სახელით ვამაყობთ და მის ფრაზებს ვიყენებთ ხოლმე სლოგანებად და ეს თაობებს გადაეცემა. შეიძლება ჩვენ მოკვლან, შეიძლება ჩვენ დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენი იარაღი მათგან განსხვავებით არის სიმართლე და ნებისმიერი ადამიანის განადგურებით რეალობას ისინი ვერ შეცვლიან და სიმართლეს ვერაფერს ვერ აღუდგენენ წინ. ამიტომ დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, დიდება თავისუფლებას და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მადლობა მათ, მხნეობა და მალე ვუსურვოთ, რომ ჩვენთან ერთად ჩადგნენ ევროპული საქართველოს აღმშენებლობის რიგებში. მადლობა.